კადრებს, რომლებსაც თქვენ ახლა უყურებთ, თბილისის ერთ-ერთ უბანში 14 და 15 დეკემბერსაა გადაღებული. ვიდეოში ჩანს, რომ კონკრეტულ ტერიტორიაზე ინერტული მასალით დატვირთული სატვირთო ავტომანქანები შედის და უკან ცარიელი ბრუნდება. არც ამ ადგილას და არც ახლო-მახლო ნაგავსაყრელი არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ კონკრეტულმა პირებმა ნარჩენები ღია ცის ქვეშ, ბუნებაში დატოვეს, რითაც კანონიც დაარღვიეს და გარემოც დააბინძურეს. მოკლედ ამ ტერიტორიაზე ინტენსიურად ხდებოდა მუნიციპალური და სამშენებლო ნარჩენების დაყრა. დავამონტაჟეთ ფოტოხაბანგით გამოვლენილი იქნა არაერთი სამართალდამღვრევი. ფოტოხაფანგები თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 100 ადგილასაა დამონტაჟებული. მათი საშუალებით მონიტორინგი 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. სივრცეები სპეციალურადაა შერჩეული. ესაა თბილისის შემოგარენი დაუსახლებელი ადგილები, რეკრეაციული ტერიტორიები, რომლებიც მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს ინსპექტირებისას ხშირად დანაგვიანებული ხვდებათ. ფოტოხაფანგი რეაგირებს, აქ მოძრაობის სენსორი, მოძრაობის შემთხვევაში აფიქსირებს, იღებს 5 ფოტოს და 1 ვიდეოს და პლანშეტის ნომერი არის შეყვანილი და იგზავნება ჩვენთან პლანშეტზე. ამის შემდეგ იგზავნება 1 სურათი, შემდეგ მოვდივართ, ვიღებთ ჩიპს და ჩიპზე ვნახულობ დანარჩენ კადრებსაც. ფოტოხაფანგიდან ერთი ფოტო გადაღებისთანავე შესაბამისი რაიონის ინსპექტორს ავტომატურად ეგზავნება. ამიტომ ადგილზე მისვლამდე მათ უკვე იციან თუ რა ხდება იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე. სრული მასალის მისაღებად კი მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები მეხსიერების ბარათზე მოთავსებულ ყველა ფოტო და ვიდეო მასალას ცალკე ამუშავებენ. ვადგენთ მესაკუთრეს, მივმართავთ შესაბამის სამართალდამცავ უწყებას, რომ დაგვიდგინოს ვინ არის სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე და ვიბარებთ მერიაში, მოვყავს მუნიციპალურ ინსპექციაში, ვატარებთ ზეპირიმოსვენის ხდომას, ხდომის ოქმი დგება, იმიტომ რომ არის ხოლმე, მარტივ ადმინისტრაციულ წარმოებას ვატარებთ, იმიტომ რომ არის მოცემულობა ხოლმე, როდესაც მესაკუთრეს გაქირავებული ხავს მანქანა და იმ სუბიექტზე გავყავართ უშუალო დამრღვევი ვინც არის. ხშირად არის ხოლმე მაგალითად მოცემულობა გვაქვს, რომ ინსპექტორს საველე პირობებში ადგილზეც შეუძლია ამ ფოტოსურათების ასე ეგრეთ წოდებული პლანშეტის მეშვეობით დათვალიერება, დაურეკავს, დაიბარებს, მოიყვანს ადგილზე, აჩვენებს. სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შემდეგ კანონდამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს და დანაგვიანებული ტერიტორია თავად დაასუფთავოს. ჯარიმები დაყრილი ნარჩენის მოცულობაზეა დამოკიდებული. ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარიდან იწყება და 15,000 ლარამდეა განსაზღვრული. იურიდიული პირის შემთხვევაში კი ჯარიმის ოდენობა 2,000-დან 30,000 ლარამდე მერყეობს. 2024 წელს ნარჩენების მიმართულებით ჯარიმების ოდენობა შეადგინა 2,200,000 ლარი, 1000-ზე მეტი ფაქტი გვაქვს გამოვლენილი, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო თქვათ სამშენებლო და ინერტული მასალებით რეკრეაციული სივრცეების და ლანდშაფტური ტერიტორიების დაბინძურების ფაქტები. თუ ფიზიკური ან იურიდიული პირი ჯარიმის გადახდაზე უარს იტყვის, მას 30 დღის განმავლობაში სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრება შეუძლია. თუ ამ დროის განმავლობაში არც ჯარიმას გადაიხდის და არც გაასაჩივრებს, საქმეში აღსრულების ეროვნული ბიურო ერთვება. ჩვენი თვითმიზანი რა თქმა უნდა არ არის ფინანსური სანქციები, მიზანი არის რომ შედეგი დავაყენოთ იმ მიმართულებით, რომ დავიცვათ გარემო დაბინძურებისგან და ასევე მოვახდინოთ შემდგომში დაბინძურების ფაქტების პრევენცია. სამშენებლო და ინერტული ნარჩენების განთავსება სპეციალურად მოწყობილ პოლიგონზეა შესაძლებელი. მუნიციპალური ნაგავსაყრელი გლდანის მუნიციპალიტეტში შემოვლით გზის 15 კილომეტრზე მდებარეობს. მოსახლეობა იქნება ეს თუ სამშენებლო კომპანია ნებისმიერი ტიპის ნარჩენს, რომელიც აყოფაცხოვრებელ ნარჩენად არითვლება, როდესაც პოლიგონზე თავად მებრძანდება და განთავსების სურვილი ექნება, გაუფორმდება ადგილზე ხელშეკრულება, გადაიხდის სათანადო მოსაკრებელს, რომელიც დადგენილია ნორმატიული აქტით და ამის საფუძველზე განთავსდება პოლიგონზე. ხოლო პოლიგონზე შემდგომ ხდება მათი განადგურება, დამუშავება ისე, რომ აკმაყოფილებს სათანადო სტანდარტებს. განადგურებაში იგულისხმება სეპარირება, განაწილება, რეციკლირება და მიწის საფარის ქვეშ მოქცევა იმდაგვარად, რომ ის აღარ იყოს ასში გარემოსთვის.
სამშენებლო ნარჩენებთან ერთად ამავე ნაგავსაყრელზე მეორადი ტექნიკის ავტომობილის ნაწილებისა და ავეჯის განთავსებაცაა შესაძლებელი. საფასური მოცულობაზეა დამოკიდებული. თუ ნაგავსაყრელამდე ნარჩენს თავად მიიტანთ, მისი განთავსების ფასი 9 ლარიდან 30 ლარამდე მერყეობს.